მეფე, რომელმაც სიკვდილის სუნთქვა მტრის არმიების მთავარ ჰანგად აქცია. ის არ მოდიოდა როგორც უბრალო მოკვდავი, ის მოჰქროდა როგორც ქარიშხალი, რომელიც არ ინდობს არაფერს, რაც მის წმინდა მიწაზე უნებართოდ დადგამს ფეხს. როცა მისი მზერა ჰორიზონტს სერავდა, მტრის გულებში იმედი კი არ ქრებოდა, არამედ ნაცრად იქცეოდა. მისი ხმალი, ეს არ იყო უბრალო რკინა, ეს იყო ზეციური ცეცხლის ნატეხი. ვერც ტყის უღრანი საფარი და ვერც ციხესიმაგრეთა სქელი კედლები ვერ იცავდა მათ, ვინც გაბედა და ამ გოლიათს დაუპირისპირდა. სელჩუკთა ურდოები მტორად ქცეული ქართულ კლდეებზე. თურქთა ამ პარტაუნება გათელილი და ფესვებიანად ამოგდებული. ყიზილბაშთა მზაკრობა დახრჭობილი საკუთარ შიშებში. მეფე, რომელიც არ ეძებდა მშვიდობას. მან მშვიდობა ნანგრევებიდან გამოჭედა და სამუდამოდ იქცა ერის რკინის სვეტად. ის იყო დავით აღმაშენებელი.